არ გამოტოვოთ. კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობთ მე, კატო და ხმის რეჟისორი ნინო ეჩხიკიძე, ჩვენი სტუმარია მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე. ირმა, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის. ჩვენ დღეს საუბრობთ მწერალზე, რომელიც იმდენადვე სკანდალურია, რამდენადაც იდუმალებით მოცილი. მისი ელემენტარული ნაწილაკები აფეთქებასავით იყო და ეს რომანი იქცა თანამედროვე 40 წლის ადამიანების მთავარ წიგნად. რომანს ერთდროულად უწოდებდნენ ინტელექტუალურ ბესტსელერსა და სექსოპათოლოგიის სახელმძღვანელოს. რომანს სიყვარულის შეუძლებლობის შესახებ და ამას მოყვა მერე არაპოლიტკორექტული და ამაფორიაქებელი პლატფორმა, რომლის მთარგმნელიც არის სწორედ ირმა. და არა მხოლოდ ამ რომანისა, ის არის ასევე მისი ესეების მთარგმნელი. თუკი თქვენ ხართ მიშელ უელბეკის ტრფიალი, მაშინ შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს. SMS სერვისით კი რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართია SMS კოჯი, ტელეფონი კი 292 19 ჩვენ ახლა გადავალთ ჩვენს ლიტერატურულ მამაზე პლატფორმისა და ელემენტარული ნაწილაკებისა, რომელსაც ფრანგულმა პრესამ ერთადერთხელ უთანაგზნო. ეს შემთხვევა იყო, როდესაც მისმა დედამ გამოაქვეყნა 400 გვერდიანი ავტობიოგრაფიული წიგნი და ამ წიგნის წარდგენის ტურნეს დროს განაცხადა, რომ დიდი ამბავი ვის არ ვთქვამ საკუთარი შვილისათვის საწყალო და გამოსირებულო. როგორ მოხდით თქვენ და მიშელ უელბეკი ერთ პლატფორმაზე? გონია რომ ძალიან ბუნებრივად არ ვიცი ზუსტად რამდენი წლის წინ იყო, მაგრამ წლების წინ წავიკითხე პლატფორმამდე მქონდა მისი სხვა წიგნები წაკითხული, მაგრამ ასეთი დიდი საბეჭდილება არ მოუხდენია არც ერთ ტექსტს. და მახსოვს პლატფორმა როცა დავამთავრე იყო ღამე ძალიან გვიან და ვიჯექი საწოლზე და ვტიროდი, აი ძალიან იმოქმედა ჩემზე როგორც მკითხველზე და მაშინ რა თქმა უნდა თარგმნა არ მიფიქრია, უბრალოდ ეს ჩავთვალე რომ ეს იყო ერთ-ერთი ისეთი წიგნი, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებდი და რომელიც სამუდამოდ ჩემი წიგნი გახდებოდა. რომ მე მაქვს ესეთი წარმოსახვითი წიგნების თარო და იქ რაღაცებს ვალაგებ ხოლმე და მე შეიძლება პერიოდულად გამოვიღო წიგნები და სხვა შევალაგო. რა საინტერესო იქნება ამ თაროზე შეჭრეტვა. უელბეკის გვერდით ვინ არიან შემოდებულები? არა, ეს რადგან ყოველთვის იცვლება, ახლა შემიძლია რაღაც ჩამოვთვალო ავტორები და მომდევნო თვეში ხო, თქვენ პრინციპში იცვლით პროფესიებს, საცხოვრებელ ადგილებს და საყვარელ მწერლებს. ხო, აი უელბეკი ჯერჯერობით ამ თაროზეა და კიდევ დიდხანს დარჩება მგონია. უბრალოდ ალბათ სიცოცხლის ბოლომდე, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე. აი ამას მოყვა ის, რომ ბაკურ სულაკაურთან ვისაუბრე პლატფორმას შესახებ, სხვა მწერლების შესახებაც და ერთ-ერთი რაც ვთქვი, რომ რაც შეიძლებოდა ოდესმე მეთარგმნა, იყო უელბეკის ეს რომანი. და გარკვეული პერიოდის შემდეგ შემომთავაზა სწორედ უელბეკის პლატფორმას თარგმნა და ვიყავი ძალიან ბედნიერი სწორედ იმით, რომ ის უნდა გამეკეთებინა, რაც მინდოდა და ესე კარგად დაემთხვა ერთმანეთს ჩემი სურვილი, გამომცემლის სურვილი და ალბათ ქართველი მკითხველის სურვილიც, იმიტომ რომ პლატფორმას გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა რომ მას კითხულობენ, უელბეკს კიდევ უფრო დიდი ინტერესით კითხულობენ და იყო საინტერესო რეაქციები მკითხველების მხრიდან. სხვათა შორის ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ძალიან პოპულარული აღმოჩნდა მიშელ უელბეკი, თუმცა მკითხველების დაყოფა მაინც შეიძლება ორ კატეგორიად, ვისაც საერთოდ არ მოწონს და ვინც თulis რომ ეს არის რაღაც საშინელება და ნაგავი, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას და ეს რას წერენ დღეს და რა კოშმარია მოკლედ მათი წარმოდგენით ეს უელბეკი და კიდე სხვა მსგავსი მწერლები და მეორე კატეგორია იმ მკითხველების, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან და თვლიან, რომ ეს არის ნამდვილი სახე, თანამედროვე სამყაროსი
და უყვართ უელბეკი სწორედ მისი გულწრფელობის გამო, იმის გამო, რომ არერიდება ძალიან მტკივნეულ თემებზე საუბარს. თუმცა შეიძლება ეს ერთგვარი манипуляციაც არის, მაგრამ ცხადია გამბედაობა ჭირდება ავტორს, რომ აი ამ თემებზე ესე პირდაპირ ილაპარაკოს და ეს იყოს მართლაც თვითონ ამბობს, რომ ღია ჭრილობაზე მარილის დაყრა და წერალს ეს უნდა მოთხოვო პირველ რიგშიო, რომ ეს თავის ჭრილობებზე მარილი დაიყაროს. არ ვიცი, ალბათ ძალიან ძნელია. ამ გამბედაობასაც რო კითხე, საიდან ხაპავდა ამდენს, მან განაცხადა, რომ წარმოვიდგენ, რომ უკვე მკვდარი ვარო. ხო, აი ძალიან პროვოკატორი მწერალია და ისეთი ინტერვიუებშიც და ასევე თავის ტექსტებშიც მართლა ზოგჯერ შოკის მომკვრელი განცხადებები აქვს ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, როგორც მთარგმნელმა ან მისმა ძველმა მკითხველმა უკვე ვიცი რა, სად ხუმრობს და სად სერიოზულია. აქვს ძალიან კარგი და დახვეწილი იუმორის გრძნობა და ხშირად როცა რაღაცას მთელი სერიოზულობით ამტკიცებს, უბრალოდ ხვდები, რომ ეს ხუმრობს, ოღონდ სერიოზული სახით ხუმრობს. ისე ხუმრობას რა აზრი აქვს თუ ბოლოში ვინც იხუმრა, იმან გაიცინა. რა ვიცი, როცა ამბობს, მე არ მჯერა ის, რომ ამბობს, რომ ბავშვების ზულს მაგალითად და ეგ ჩინელების ზულს და რა ვიცი, რაღაც ესეთი განცხადებები აქვს ხოლმე. აი თქვენი ინტერვიუდან არის ძალიან კარგი და საინტერესო ამონარიდი, რომელიც არ მინდა რომ გამოვტოვა. თქვენ წერთ, რომ როდის თამაშობს ან როდის არის ნაკლებად სერიოზული, ამას დაკვირვებული მკითხველი ადვილად გაარჩევს და მე ასევე თქვენ აქვე დაასცენთ, რომ თვითონაც ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ როდესაც ჩემთან მოვიდნენ გერმანელი ჟურნალისტები და შეკითხვები დამისვეს, მივხვდი, რომ მე თურმე სერიოზულიც ყოფილვარ. ხო, ეს რაღაც პირდაპირი პასუხია. ამაზე რამდენად სერიოზულია თუ არა სინამდვილეში უელბეკი, ან უნდა აღიქვა თუ არა ყველაფერი ისე ძალიან ერთმნიშვნელოვნად. სწორედ ეს არის ალბათ რაღაც ნამდვილი და კარგი ლიტერატურა, როცა იძლევა ინტერპრეტაციების საშუალებას და ესე ერთმნიშვნელოვანი არ არის ის, რასაც ვკითხულობ. ამ პლატფორმას პირველი ნაწილი მაგალითად ჩემი აზრით ისეთია, ძალიან სასიამოვნო წასაკითხია და თუ უელბეკის იუმორზე ვისაუბრებთ, სწორედ ამის მოტანა შეიძლება, როგორც ნიმუშის. ასევე იმ ესესი, სწორედ ახლახან გამოსება კურსულაკავრის გამომცემლობამ უელბეკის ესეები და პირველი ესე რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს, ქვია სიცოცხლის გაგრძელება სახელმძღვანელო და ასწავლის ახალგაზრდა პოეტებს. ეს სახელმძღვანელო ახალგაზრდა პოეტებისთვის როგორ უნდა იცხოვრონ, როგორ უნდა წერონ და თავიდან ბოლომდე არის ჩემი აზრით ისეთი სწორედ ამ იუმორით გაჯერებული. იგივე მისი ჟაკ პრევერი იდიოტია, დიდი გამბედაობა უნდა მის დაწერას, თუმცა ამავდროულად დიდი ცოდნაც უნდა. ის საკმაოდ ასაბუთებს ჟაკ პრევერის იდიოტობას. მგონია რომ ამ შემთხვევაში არ ხუმრობს და ის მართლა თვლის რომ ჟაკ პრევერი იდიოტია. ამ შემთხვევაში ის არის კაცი, რომელსაც ჩვენ საუბრობდით კიდე უაღრესად განათლებული ადამიანია, ცოტა წერალი მეგულება ოგიუსტ კონტით იყოს გატაცებული, ფილოსოფოსებიც კი ნაკლებად კითხულობენ მას რატომღაც და აქ ასაბუთებს ის იცის კარგად ერკვევა ამ ყველაფერში და ძალიან საინტერესო პარალელებსაც ავლებს სხვა მწერლებთან თუ პოეტებთან. დასაბუთებული აქვს მისი იდიოტობა. ერთად აეთანხმები თუ არა, მაგრამ მეორეა რომ ესე ალალბეძე არის რო სიტყვებს აქაო და შემომხედეთ რა ბიჭი ვარ. ესეც არის, მამას ბოლომდე ვერ გამოვიწყებთ, ანუ ეს ცოტა თამაში, ცოტა თავის მოწონება არის, მაგრამ მეორე მხრივ სერიოზულია, მე მართლა არ მოწონს ეს ჟაკ პრევერი და როცა კითხულობ, ანუ ძალიან დამაჯერებელი და არგუმენტირებულია ეს მისი მსჯელობა რატო არ მოწონს და სადღაც ეთანხმები კიდეც, იმიტომ რომ ესეთი ტიპის წერლები ალბათ არც მე მომეწონებოდა, ყოველ შემთხვევაში მე როცა წავიკითხე დავეთანხმე. საკმაოდ გვიან დაიწყო წერა 36 წლის ასაკში გამოსცა მან პირველი ლექსებს კი მანამდეც წერდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი ესეთი რომანი ბრძოლის ველის განრცობა გამოსცა 36 წლის ასაკში. არ ვიცი ამაზე რა შეიძლება ითქვას, როცა მოვიდა მუზა მაშინ დაიწყო. არც უელბეკის შემთხვევაში მუზებზე საუბარი ალბათ შეუძლებელია. არ ვიცი, ამის წერას ხო ისე იწყებ, როცა გრძნობ, რომ სხვანაირად არ შეგიძლია, იმიტომ წერო, რომ უნდა წერო. როცა გეწერინება. მთავარია რომ ეს კაცი წერს ძალიან საინტერესო და კარგ ტექსტებს
რომლებზეც მსჯელობენ, ფიქრობენ, ან რაღაც საშინლად აკრიტიკებენ, მის ავტორზე წამიკითხავს ძალიან ბევრი უარყოფითი მოსაზრება, წამიკითხავს სერიოზული კრიტიკა, ძალიან სერიოზული თანამედროვე ავტორების გამოვყოფდი ჯულიან ბარნს, რომელსაც აქვს დაწერილი რეცენზია პლატფორმაზე. და ეს წელი არ მახსოვს, სადღაც საუკუნის დასაწყისში დაიბეჭდა ნიუ-იორკერში და არის ძალიან საინტერესო წერილი და საინტერესო შეფასება უელბეკის და მისი მაშინ ახლად გამოსული რომანის და ბევრ რამეში, ასე ვთქვათ, ბევრ რაღაცას უწუნებს უელბეკს და დაწყებული პორნოგრაფიული პასაჟებიდან, აი ბარნსი ამბობს, რომ ბარნსი ერთ-ერთი საყვარლესი ჩემი მწერალია, აი იმ თაროზედებს. და ბარნსი ამბობს, რომ რა არის, ეს ხო ძალიან საშუალო დონის პორნოგრაფია. აი რა არის ამაში, რატო იყო ეს აუცილებელი ეს პასაჟები, როცა არის აი ძალიან საშუალო პორნოგრაფიის საშუალო ხარისხის, არაფერი გამორჩეული, არაფერი ახალი და საინტერესო, მაგრამ აქ დიდი ნაწილი უკავია პლატფორმას, სწორედ ამ ეპიზოდებს. და ნუ ერთ-ერთი სწორედ უკავშირდება იმ ავტორებს, რომელსაც უელბეკი ახსენებს თავის რომანში და ასე ვთქვათ თეორიულ საფუძველს მისი ლიტერატურის და ბანსი თulis რომ სწორედ ეს თეორიული საფუძველი არა აქვს უელბეკს ასე უფრო მარტივად და უხეშად რომ ვთქვათ როგორც ვთქვათ აკლია რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და ამ წერილების ხსენებაც ისეთია რა შემთხვევითი იქ ოგიუსტ კონტი იქ მერე კუნდერას ახსენებს რაღაცა მეორე ხარისხოვან ამერიკელ მწერალს და თითქოს არაფერი ეს უბრალოდ ნახსენებია იმიტომ რომ ახსენოს და ეს კავშირი არ ჩანს რატო ამ დროს ძალიან მისი ინტერვიუში საკმაოდ შთამბეჭდავია იმ წერილების და პოეტების ვინც მოახდინა მასზე გავლენა აქ ჩამოთვლილია ჰიუგო ვერლენი მალარმე ასევე წერს რომ თავის დროზე შოპენჰაუერმა და ნიცშემ მოახდინეს მასზე გავლენა თავისი ფილოსოფიით და დოსტოევსკისაც თავისით არ ქონია უელბეკსაც არა ჩამოთვლა ერთია და მეორეა რა ჩანს ტექსტში და რამდენად აისახება ეს მას როგორც მწერალზე და მის რომანებზე. არა, მე არ ვამბობ იმას, რომ ბოლომდე ვეთანხმები ბარნს, უბრალოდ მის მოსაზრებებს გიზიარებ, რომ მგონია რომ ანგარიშგასაწევი კი და ესეთია, როცა კითხულობ იმ რეცენზიასაც ის რომ ბოლომდე ვერ დავეთანხმებიო ვერ იტყვი. კეთილი, ჩვენ ახლა რადიო იმედის ეთერის საინფორმაციო გამოშვებას უნდა დავეთმოთ და შემდგომ გავაგრძელებთ საუბარს მიშელ უელბეკის შესახებ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე და ჩვენ საუბრობთ მიშელ უელბეკის შესახებ. თქვენ აღნიშნეთ უკვე რომ ის საკმაოდ სკანდალური ფიგურა თანამედროვე მწერალთა შორის და თუმცა ამ ბიჭის ცხოვრება იწყებოდა ძალიან შვიდად, სოფლად ბებიასთან და ბაბუასთან, სადაც 6-დან 18 წლამდე ცხოვრობდა. ისეთი პასტორალური ცხოვრებით ცხოვრობდა როგორც მივხვდი და აქვე აი ესეც იწევს ეჭვს ის ნამდვილად კითხულობდა თუ არა იმიტომ რომ სადღაც წერს ერთსა და იმავე ინტერვიუში ის ამბობს რომ ბებია ბევრს უკითხავდა მერე ამბობს რომ ბებია და ბაბუა არ კითხულობდნენ ისინი არ იყვნენ განათლებული ადამიანები ანუ ვერ ვიტყვით რომ ძალიან მშვიდად და უზრუნველად ცხოვრობდა და მისი ბავშვობა ასეთი იყო, რანაირად შეიძლება მოზარდის ცხოვრება იყოს ასეთი, როცა მას მშობლები არ ყავს და ის ფაქტობრივად მიატოვეს მშობლებმა. ხო, არა, მშობლებს თუ გამოვაკლებთ ბებოსთან აშკარად. ხადენ მისთვის მტკივნეული იქნებოდა ნებისმიერი დღე ამ პერიოდის, იმიტომ რომ ვიცით რომ ძალიან ძიმე და ცუდი ბავშვობა ქონდა. და მშობლების გარეშე, ოჯახის გარეშე, გოთიგივე ბებიასთან და ბაბუასთან, რომლებიც კომუნისტები იყვნენ და შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები, მაგრამ ასე ვთქვათ, ისინი მშობლებს ხომ მაინც ვერ ჩაანაცვლებდნენ. რა ვიცი, მისი ინტერვიუ და სიმართლე გითხრათ, დამჩნევს შეიძლება, რომ ბავშვობა ძალიან ბედნიერად იხსენებს. ყველაც არ უნდა დაგეჯერებათ ვიდრე. არა, არც მე დამეჯერება, მაგრამ არ ვიცი, მე სულ ვფიქრობდი იმას, რომ ეს ძალიან ტრაგიკული ბავშვობა ის წლები რომლებიც გაატარა მშობლების გარეშე
გარკვეულწილად ცვლიდა მას როგორც პიროვნებას და მე აისახა კიდეც იმაში, რასაც აკეთებდა. ბუნებრივია, სკანდალური ავტორია და ესეც ისეთი გაცნობიერებული ნაბიჯია მისი მხრიდან. არ არის შემთხვევითი ერთი მხრივ ის, რომ ამით ძალიან იოლია პოპულარობის. ძალიან იოლიც არ არის, სხვა რაღაცების სჭირდება, მაგრამ იმ დანარჩენთან ერთად ერთ-ერთი გზაც არის ეს. და თვითონ ამბობს, მგონი ერთი ისევის ინტერვიუ თუ რაღაც სხვა ინტერვიუში ამბობს, რომ აი თქვა მედიასთან ურთიერთობა, ის თვლიდა, რომ აუცილებელია მედიასთან ურთიერთობა, ხშირი ურთიერთობა იმისთვის, რომ იყო პოპულარული და რატომღაც ჰქონდა მიზნად ეს, რომ გამხდარიყო პოპულარული და მისი ეს ნაბიჯები, სკანდალური ნაბიჯები სწორედ ამას უკავშირდებოდა და მე აღმოაჩინა, რომ არა, სულაც არა, თურმე როცა კარგი მწერალი ხარ და წერ, სულ რომ არ გქონდეს მედიასთან ურთიერთობა, შენი წიგნი მაინც ხდება პოპულარული იმ თავისი ღირსებების გამო. Welbeckმა აირჩია უბრალოდ ეს გზა, იმიტომ რომ რაღაცნაირად შეიძლება იმაზე მეტი ყურადღება ჭირდებოდა, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, ან ავს ნებისმიერ ადამიანს ჭირდება, იმიტომ რომ მას აკლდა ეს ყურადღება და მზრუნველობა, სითბო, სიყვარული. აი ქალებზე როცა წერს ხოლმე, ამბობს, რომ ძალიან უხარია, როცა ქალები ტირიან მის წიგნებზე და ხშირად ამბობენ, რომ აი ცრემლები წამოუვიდათ იტირეს და ის ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის წიგნის წარმატება, როცა ქალები ტირიან და უხარია. ძალიან უცნაურია თვითონ ის, რომ ესე წარმატებულ წიგნ პლატფორმას თავად თვლის ჩავარდნად. ხო, იცი რა, მწერლის ინტერპრეტაციაც არის ერთ-ერთი შესაძლო ინტერპრეტაციათაგანი. ასე რომ ის, რასაც უელბეკი ფიქრობს, სულაც არ არის ისეთი აბსოლუტური ჭეშმარიტება. მე ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი არგუმენტები რის გამოც მიაჩნია პლატფორმა ჩავარდნად, მე ვთვლი, რომ ის საუკეთესო წიგნია უელბეკის. ეს ბოლო წიგნმა რუკა და ტერიტორია მიიღო გონკურის პრემია და ერთმანეთ აღნიშნეს და ბოლოს საფრანგეთმა აღიარა უელბეკი როგორც მწერალი, მაგრამ აი ჩემთვის როგორც მკითხველისთვის სწორედ ეს ბოლო რომანი იყო ჩავარდნა, სადაც უელბეკი უკვე იმეორებს თავის თავს, იმეორებს პერსონაჟებს, თემებს იმეორებს. თან არც თუ ხარისხიანად არ ვიცი, მე განაცხადა, რომ ეს ჩემი ბოლო რომანია და მეტის დაწერას აღარ ვაპირებო, თუმცა მგონია, რომ ესეც ერთ-ერთი მორიგი სკანდალური განცხადებაა, სწორედ იმიტომ, რომ მუდმივად იყოს თვალი მიპყრობილი მისკენ, რომ აბა, რას აკეთებს და აკეთებს თუ არა რამეს. არ ვიცი, ვნახოთ. ძალიან წყარალად არის ის პრესასთან, ის ამბობს, რომ მისგან ხატავენ ქალთ მოძულეს, ნიჰილისტს, ცინიკოს და შესაბამისად საზოგადოებას უკვე აქვს რაღაცა გარკვეული აზრი მის შესახებ ჩამოყალიბებული და ამბობს, რომ ყველა მწერლის ხვედრი არის ასეთი 2-3 რომანის შემდეგ მას იმედი არ უნდა გქონდეს, რომ წაიკითხავენ, იმიტომ რომ კრიტიკოსებმა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. პირველ რიგში წიგნები მეტყველებს ავტორზე და ვერ ვიტყვით, რომ აი ეს რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ის არ ჩანს ამ წიგნებში, ნამდვილად ჩანს იქ ისეთი თქვა იგივე ისლამის მიმართ დამოკიდებულება, მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება, იქ სადღაც ძალიან ისეთ წინადადებებს წერს, რომ აი თქვა როდესაც პალესტინაში თუ აღარ მახსოვს ავღანეთში თუ ერაყში იქ ორსულ მუსლიმ ქალს აფეთქებენ, მე სიხარულისგან ესეთი ჟურჟოლა მივლის და ესეთი რაღაცები. სულად დაუჯერებელია, რომ სერიოზულად აღიქვა აი ეს დამოკიდებულება და მე ამან სხვადასხვა სერიოზული პრობლემები გამოიწვია. და სასამართლო პროცესებიც კი შედგა იმის გამო, რომ ისლამი და მუსლიმები ასე როგორც ვთქვა, შემზარავად ყავდა გამოყვანილი ამ თავის რომანებში, თუმცა ის დაიცვა ძალიან კარგმა ფრანგმა მწერალმა, რომელმაც რაღაც ელემენტარული ფილიპ სოლერსმა, რომელმაც ეს ელემენტარული ჭეშმარიტება აუხსნა სასამართლოს, რომ ეს არის გამონაგონი და როგორც ვთქვათ, მწერალს აქვს უფლება, ვთქვათ, პერსონაჟს ათქმევინოს ის ან პერსონაჟს მისცეს ის პოზიცია, რაც შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს საზოგადოებისთვის. თქვა ეს არ ნიშნავს უელბეკის პოზიციას, მაგრამ უელბეკი თვითონ ამბობს, რომ დიახაც ეს მისი პოზიციაა. აი შეიძლება მიშელ უელბეკის ესეთ პოპულარულობას გნებავთ თელ მსოფლიოში, გნებავთ მხოლოდ ჩვენში. ჩვენთანაც მართლაც საზოგადოება ალაპარაკა, წააკითხა ხალხს თავისთავი, აიძულა რომ წააკითხათ. მით უფრო რომ მსოფლიოში ბევრი წიგნი გამოდის, ჩვენ ვერ დავიტრაბახებთ, რომ ძალიან განებივრებულები ვართ თარგმანებით, მაგრამ
შეიძლება რომ არა მხოლოდ ქართულად წაიკითხოთ, თუმცა ამ შემთხვევაში პლატფორმა და არა მხოლოდ პლატფორმა იყო ხელმის საწვდომი, იმიტომ რომ ბრძოლის ველის განვრცობა და ელემენტარული ნაწილაკები გიორგი ეკიზაშვილმა თარგმნა. პლატფორმა კი თქვენ, მაგრამ არის ბევრი სხვა წიგნის თარგმნილი, რომელსაც ასეთი თავგამეტებით არ კითხულობენ და თავგამოდებით. ხო, ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში ალბათ მწერლის გულწრფელობა. ეს არის ის, რაც კითხულს აკლია დღეს და ავიცი ალბათ ყოველთვისაც ასე ძალიან გახსნილი მწერალი ის ვინც შიშველ სიმართლეს აჩვენებს და ვისაც შეუძლია სწორედ საზოგადოების მტკივნეულ ადგილზე დააჭიროს ფეხი აი მესეში ამბობს. ცოტახნის წინ რომ ვახსენე სიცოცხლის გაგრძელებას პოეტების სახელმძღვანელო იქ ამბობს რომ მოუნახეთ საზოგადოებას მტკივნეული ადგილები და როცა მონახავთ მე ზედფეხი დააჭირეთ ძალიან მაგრად ხო შეუძლებელია დაგავიწყდეს ავტორი რომელიც ასეთ რამეს გირჩევს მეორე მხრივ აი ჩვენთან საქართველოში რატომ არის უელბეკი პოპულარული ამაზე მიფიქრია და ანუ ერთი მხრივ შეიძლება სწორედ იმ პორნოგრაფიული პასაჟების გამო იქაც ძალიან ისეთია გახსნილი პირდაპირი და შეიძლება რაღაც ესეთ სცენებს გვაჩვენებს რაც ლიტერატურაში მაინც რაც ისეთი უცხო იყო მკითხველისთვის ამ დოზით პორნოგრაფია შეიძლება ბანს თუ დაუჯერებ საშუალო დონის მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის უცხოხილი იყო და ეს იყო სხვადასხვა თარგმნის დროს ძალიან დიდი სირთულე ამის ადეკვატურად თარგმნა და გადმოტანა ქართულ ენაზე ისე რომ ეს არ ყოფილიყო ძალიან ვულგარული და ცუდად წასაკითხი და ცუდად მოსასმენი და მეორე მხრივ თქვა არ ყოფილიყო ეს მშრალი და სამედიცინო ტერმინოლოგია და გამაღიზიანებელი და თარგმანს ჭირდებოდა აქ ბეწვის ხიდზე გავლა რომ ადეკვატური თარგმანი გამოსულიყო მე ვფიქრობ რომ ფრანგულში ეს თვითონ სლენგი არ არის ისეთი პრობლემური ხო თქვენ მეუბნებოდით რომ ჩვეულებრივი ლამის ისეთივე როგორც კამის თქმა არის ძალიან ჩვეულებრივი ისეთივე შეიძლება რაღაცა უცმაწური სიტყვის თქმა ფრანგულად საქმეც ის არის უცმაწური არ არის იმენაზე ეს აღნიშნავს იმას რასაც აღნიშნავს აი ხო ჩვეულებრივად სიტყვებს აქვთ ესეთი აღნიშნულები და პროსტად სიტყვა არის რაცა აღნიშნა რაღაც საგნის ხო რაღაცა მოვლენის და ეს არც ეს ნეიტრალურია რა არც პოზიტიურია არც ნეგატიურია აი ქართულ ენაში თქვა სიტყვა ბოზი უკვე ნეგატიურია ვინმეს რო ეუბნები უკვე შეურაცხყოფას აყენებ ამით ხო და უელბეკთან ეს არის ისეთი დადებითი მოსაფერებელი სიტყვა შეიძლება თქვა უელბეკი ამას აი ორი რაღაცა ბოზი ქალი მოდის და ქალი არც გოგონა და ისეთია რა ცოტა რაღაცა ეგეთი და ამას ამბობს სიყვარულით სიტყვით ქართულად რო ეს თარგმნა რო ორი ბოზი მოდის ეს არის უკვე ლანძღავი ადამიანებს ვინც მოდის და მოკლედ მთელი სირთულე იყო რა ამ იმაში რომ ეს ადეკვატურად და სწორად არ ვიცი რამდენად სწორად მაგრამ რაც შეიძლებოდა მე ვეცადე რომ ყოფილიყო ესეთი ანუ კითხველი არა ეცდინა სწორი მიმართულებიდან აი როცა მე ვკითხულობ ხოლმე ტექსტს და მხვდება ეს ძალიან ვულგარული და უხეში სიტყვები ხო რაღაც ძალიან ბუნებრივად ჩემს ცნობიერებაში მოდის ის ქუჩის ლექსიკა რაღაცა გინებები სადაც ეს სიტყვები მომისმენია და მეორე მხრივ ასევე გამაღიზიანებელია როცა არის მცდელობა რომ ეს ყველაფერი რაღაც სამედიცინო ტერმინოლოგიის დონეზე დავიდეს და მაშინ ხდება მშრალი და ეს სტერილური თვითონ ამ ინტერვიუში ძალიან ბევრს ხალისობს თქვენი თარგმნილი ესეც არილში დაბეჭდილი რომ შეურაცხყოფის მიყენება ადამიანებზე სიამოვნებს ეს კმაყოფილებას ანიჭებს გარდა ამისა ეს ჟურნალისტიც რომელიც მისგან ინტერვიუს იღებს ამბობს კიდეც ინტერვიუს დასაწყისში რომ ვიცი რომ ებრანჭება ჟურნალისტ ქალბატონებსა და ცოტა ესეთი დაძაბული მივედიო ახო კი არა ბრანჭები მოსრო პირდაპირ აბამს მთრალი უელბეკი დრო ხდება ნასვამი უკვე მთრალი ხდება ჟურნალისტ ქალებს და მე რო უწყებს შებმას ინტერვიუს დროს და ეს ვერ არის მთლად ეს იულია სატანი არ ვიცი მგონი რომ ესეც მითია რა ცნობილი მწერლების ირგვლივ ხომ იქნება ხოლმე ეს მითები სტერეოტიპები არ ვიცი შეიძლება ისიც რომ კი არის ესეთი რაღაც საზიზღარი აუტანელი ნარცისია მარტო თავისი თავი უყვარს და სხვა არავინ მაგრამ როცა წიგნებს ვკითხულობთ მაინც ვტირით ანუ ამაღელვებელი
და გარდა ამისა ამ ადამიანს ჯერა უსაზღვრო მარადიული ბედნიერების და უბრალოდ პროვოკატორი ვარო თავის თავზე ამბობს. ხო, ეს არის, წინააღმდეგობრივია ეს თუნდაც ის ინტერვიუ, რომელსაც ახლა ხო, აი იქაც რაღაც როგორი მკვეთრი განცხადებები აქვს და ბოლოს ამბობს აი ესეთ ძალიან გულის ამაჩუყებელ და სენტიმენტალურ რაღაცას, რომ მას ბედნიერები სჯერა და ვისაც ჯერა მას უნდა კიდეც ბედნიერება. და აქაც არავინ იცის ხალისობს თუ სერიოზულია. მე როგორც თქვი შეიძლება ვწდები, მაგრამ როგორც მთარგმნელს და როგორც მის ძველ მკითხველს მაქვს ეს ხო, აი ძველ მეგობარს შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ თარგმნის პროცესი ხო ისეთია, თითქმის ცხოვრობ იმ ადამიანთან, ვის ტექსტსაც თარგმნი და მე ერთი წელი ვიმუშავა პლატფორმას და ის ერთი წელი სულ მქონდა განცდა, რომ ეს კაცი ცხოვრობს ჩემს გვერდით, ჩემს ოთახში ცხოვრობს. სულ და იმიტომ მისი ყველა ფრაზა გადიოდა ჩემს თავში. მე ვიყავი ერთგვარი გამტარი მისი აზრების, მისი იდეების და ყველა ფერზე, რაზეც ის ფიქრობდა წერის დროს, მე ვფიქრობდი თარგმნის დროს და ეს არის რაღაცნაირი კავშირი, რაღაცა ძალიან უცნაური და სულ სხვანაირი გამოცდილება. ეხლა ვფიქრობ ხოლმე, რომ არც მგონია რომ მიშელ უელბექსი იმდენად კარგად ვიცნობ, როგორც შეიძლება ითქვას, შეიძლება არც ერთ კაცს არ ვიცნობ ისე კარგად, როგორც მიშელ უელბექს ვიცნობ, იმიტომ რომ მასზე ძალიან ბევრი მიფიქრია, მთელი ერთი წელი ყურბასა. ერთი წელი ბევრი დრო. კი, როცა ერთ ადამიანზე ფიქრობ ერთი წელი და მე მართლა ვფიქრობდი მიშელ უელბექზე ერთი წელი. აი ამ სკანდალურ პროვოკატორ ადამიანს ცინიკოს ნიჰილისტს როგორც მას ახასიათებენ, ასევე ბარნსიც როგორ ესე დამაჯერებლად ანადგურებს ამ ყველაფრის მიუხედავად მას უწოდებენ თანამედროვე ბალზაკს. ანუ ჩვენინება დავუჯერებთ თუ არა, ამას ან მივიღებთ თუ არა, ამას მე მგონია რომ ეს გადაჭარბებული შეფასებაა, თუმცა ისიც მგონია რომ უელბეკი ძალიან საინტერესო, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე მწერალია. არ ვიცი ამაზე სხვა რა ვთქვა, ნებისმიერ მკითხველს აქვს უფლება რომ თვითონ კონდეს საკუთარი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ერთია რომ სხვაგვარად ვერ იქნებოდა ამდენად წარმატებული, მისი წიგნები ვერ მოახდენდნენ ასეთ საბეჭდილებას, ამაში რომ არ იყოს რაღაცა ძალა, რაღაცა დიდი მნიშვნელობა, რაც თუმცა მე მაინც მგონია რომ საკმაოდ დრო არ გასულა იმისთვის, რომ საბოლოოდ დრო შეაფასებს რეალურად ეს იყო უბრალოდ ერთგვარი ისეთი მყისერი ინტერესი მის მიმართ თუ დაიკავებს მართლაც თქვენს და არა მხოლოდ თქვენს თაროს დიდი ხნით და გადაიკითხავენ მას. არ არის ახალი მწერალი აქ. არა ხო, მაგრამ მაინც არ გასულა ალბათ იმდენი დრო, რომ არ ვიცი ჩვენ წინასწარმეტყველებას ალბათ არა მე არ წინასწარმეტყველებ მე ჩემს დამოკიდებულებას გამოვთქვა მის მიმართ მე არც სიმართლე გითხრათ არც შოქში მაგდებს რომ სექსუალურ სცენებს ვინმე ესე ხელაღებით აღწერს ჩვეულებრივი ამბავია მე მგონი უკვე დროა რომ საზოგადოებას შეეგუოს იმას რომ ეს ხუთი ვიტალური მოთხოვნილებიდან ერთ-ერთია და ძალიან ბუნებრივი ამაში გასაოცარი არაფერი მგონია მე მგონი წერლები დღემდე ხალისობენ იმაზე რომ მკითხველებს ჯერ კიდევ შოქში აგდებთ. როგორ თქვა აქ უელბეკის შემთხვევაში არის მგონი სხვა მომენტი, უფრო ის რომ მისი აღწერილი ეს პორნოგრაფიული სცენები აჩენს შეხების განცდას. თვითონ ამბობს რომ აი რა განსხვავებაა ნანახ პორნოგრაფიულ სცენებსა და წაკითხულს შორის ის რომ ნანახი არ იწვევს შეხების განცდას და წაკითხული იწვევს მე ის რომ ამ რომანებში არის აგრეთვე ძალიან სენტიმენტალურიც, ანუ იქ არის სცენები ძალიან სენტიმენტალურ პლატფორმაშიც არის, ანუ ერთმანეთის გვერდით არის აი ესეთი პორნოგრაფია და სენტიმენტალური სცენები. ეს ერთგვარად არის შეუთავსებლის შეთავსება. აი მხოლოდ ის რომ იყოს, ამ მხოლოდ ერთ-ერთი რომ იყოს, ხომ მაშინ უფრო იოლი იქნებოდა გვეთქვა ძალიან ცუდი რამეები მიშელ უელბეკზე, მაგრამ აი ეს მცდელობა რაღაცა შეუთავსებლის შეთავსება და მე აღმოაჩენ რომ რეალურად ესია, ჩვენ ყველა ამას ვაკეთებთ რა, ჩვენ ცნობიერებაში ვცდილობთ ამის შეთავსებას, ამ ორივე მიმართულებით ფიქრს ერთდროულად და უელბექს ეს კარგად გამოუვიდა.
კეთილი, ჩვენ ახლა მუსიკას უნდა დავუთმოთ რადიო იმედის ეთერი, შემდგომ საინფორმაციო გამოშვება და ამინდის პროგნოზი გელით და ამის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს ირმა ტაველიძესთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე და როცა არა მხოლოდ მთარგმნელია სტუმარი, შეუძლებელია მის საკუთარ შემოქმედებაზეც არ ვისაუბროთ. თქვენ და უელბეკი როგორ მოხდით ეს პლატფორმაზე ეს ამბები უკვე გავარკვიეთ, ამჯერად უკვე თქვენი ფრანგული ბიოგრაფიის შესახებ და არა მხოლოდ მის შესახებ უნდა ვისაუბროთ. მსმენელს კი შევახსენებ, რომ თუ კი თქვენ ამჯერად უკვე ირმა ტაველიძეს მის შესახებ გნებავთ და უსვათ კითხვები, შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778, SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს, SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართია SMS კოჯი, ტელეფონი კი 219 და ირმა, ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც თქვენ გისვამენ, არის ის, რომ კიდევ წერს ცნობურ მოთხრობებს. ეს იყო რამდენიმე წლის წინ. ეხლა ვერ ვეტყვი ნამდვილად, რომ ყველაზე ხშირად ამას მეკითხებიან. არ ვიცი, ეს მოთხრობები რამდენად არის ცნობური, მე მაინც მგონია, რომ ამაში არის ხუმრობის ერთგვარი წილი. არა, ავიანებიც არა, იმიტომ რომ ვინც მეკითხებოდა, ისინი ძალიან კარგი და საყვარელი ადამიანები არიან. უბრალოდ ჩათვალეს, რომ ეს მოთხრობები რაღაც აზრით ცნობურია. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ იყო ასეთი არატრადიციული ფორმის და ერთგვარი ექსპერიმენტები, ენობრივი ექსპერიმენტები და თამაშები. გაყალბებული ავტობიოგრაფია. თქვენ აქ ავტობიოგრაფია ფრანგულეთში ერთ-ერთი მოთხრობა, რომელსაც მიგითხარით გეც, რომ ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა, თევზი ფრანგული რეცეპტით. როცა იქ პერსონაჟი მიდის ხოლმე, ერთ-ერთი პერსონაჟი მიემგზავრება საფრანგეთში და ამაზე არის აგებული სასიყვარულო ურთიერთობის მთელი ამბავი, მაგრამ აი როცა ესე ფრანგულში ყავით გადავარდნილი, მაშინ უელბეკი არ არსებობდა თქვენ ცხოვრებაში, თუმცა უკვე იცოდით ფრანგული თუ უბრალოდ აი ესე გიყვარდათ საფრანგეთი და გინდოდათ ესე მოგიფრანგულებინათ წიგნი. ცოტა ოფშორიდან დავიწყე. კი ბატონო. ეს იყო ჩემი პირველი წიგნი, ავტობიოგრაფია ფრანგულად. და როცა წერას იწყებ, ჩდება საფრთხე, რომ ეს ტექსტები იქნება შენ ამბებზე, მთლიანად შენ იქნები ამ ტექსტებში და შეიძლება შენთვის საინტერესო და კარგია ეს თერაპია წერა საკუთარ თავზე, მაგრამ მკითხველისთვის შეიძლება სულაც არ იყოს იმდენად საინტერესო ეს შენი ამბები, თუმცა ამას ალბათ ვერ გაექცევი. მე ვფიქრობდი, რომ რადგან ვერ გავექცევი ამ ყველაფერს, რადგან მე მაინც ჩემი ამბები უნდა მოვყვე, მაშინ იყოს ეს გაცნობიერებული, სრულიად ისეთი წინასწარ განსაზღვრული და ჩემი მხრიდან ეს იყო ნაბიჯი, სრულიად დაგეგმილი და გაცნობიერებული ნაბიჯი, რომ ეს წიგნი ყოფილიყო ავტობიოგრაფიული, ანუ ეს მოთხრობებიც ყოფილიყო ავტობიოგრაფიული. და როცა რაღაც მაინც უნდა მოხდეს, ჯობია რომ შენ იყო ის, ვინც ამ პროცესს მართავს და ვფიქრობდი, რომ მე ვმართავდი ამ პროცესს და ეს ავტობიოგრაფიულობა, როცა უკვე მართულია, აღარ არის ისეთი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი და ამაში დამეხმარა სწორედ ეს გაფრანგულება. ეს ის პერიოდია, როცა ფრანგულს სწავლობდი და მართლაც ჩემი სამყარო იყო გაჯერებული ამ ფრანგული ამბებით, ფრანგული ენით, ფრანგი ავტორებით, ფრანგული კულტურით და რადგან ეს ყველაზე ახლობელი იყო ჩემთვის, ამიტომაც ერთგვარად ფონად სწორედ ეს ავიღე ეს ფრანგულობა, თუმცა სიმართლე რო ვთქვა, ამ ამბებს საფრანგეთთან და ფრანგულ კულტურასთან და ფრანგულ ასე მოვლენებთან ძალიან ცოტა საერთო აქვს. სინამდვილეში ჩემი ამბებია. კავკასიურ ცარცის დღეს გრუშევაჩნაძეს, რომელიმე რიგით ქართველ ქალთან, თუმცა ეს გაუცხოებაში დაგეხმარათ ალბათ. არც თამაშია ეს ერთგვარი სინამდვილეში ამ ამბებში ეს ავტობიოგრაფიის სტილი არის ძალიან ცოტა. პირველ წიგნთან შედარებით მეორეში კიდევ უფრო ცოტა. კი სათაური აქვს ესეთი რაღაც პირდაპირ არა, მე ვიგულისხმობ თვითონ აი ამ მოთხრობების ეს გაუცხოების ეფექტის შემოტანაში ეს ხო არის ცნობილი ლიტერატურული ხალხი ერთგვარი. არც მე დისტანცია თავიდანვე მიჩდება, დავწერ თუ არა ტექსტს, მაშინვე მიჩდება დისტანცია ამ ტექსტის მიმართ, რომ ეს აღარ არის ჩემი, არ აღვიქვ ამ ტექსტებს როგორც ჩემს გაგრძელებას.
რაც მგონია რომ ეს ბუნებრივია. კეთილი, სანამ ჩვენ გადავიდოდეთ თქვენს ბოლო წიგნზე აღმოსავლეთის გამოგონებაზე, რომელიც გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა, მანამდე ცოტა თქვენ შესახებაც რო ვისაუბროთ, მარნა ცოტა ვაწერდა, რომ საკუთრების შეგრძნება შემოიფარგლება ბავშვებით და რბეულებით. თქვენ შემთხვევაში ამითაც არა, იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთ ესეთი არაფრის მიმართ მიჯაჭვულობა და მესაკუთრული განცდები. ეს უფრო ოცნება ვიდრე რეალობა, იმიტომ რომ შეუძლებელია როგორი ბუდისტიც არ უნდა იყო ალბათ ეს მიჯაჭვულობის განცდისგან ბოლომდე ვერავინ ვერ გათავისუფლდება და როცა ვამბობ ხოლმე რომ ეს მიჯაჭვულობის განცდა არ მაქვს ეს ალბათ უფრო ნატრაა ჩემი ვიდრე რეალობა ბუნებრივია მე ვარ ძალიან გულუბრყვილო როცა ვკითხულობდი ინტერვიუებს მიშელ უელბეკის და თქვენის რომ ეს ყველაფერი მჯეროდა ხო არა ასეც ვერ ვიტყვით უბრალოდ შეიძლება მე ხო რაღაც საიდუმლოებს ვამხელდა უი ეს ავი განზრახვა არ მქონია ნამდვილად და შეიძლება აღმოსავლეთის გამოგონებას ესეთი დასავლეთიდან ზე აღმოსავლეთში გადმოვინაცვლეთ ხო, აქ აღმოსავლეთი იგივეა, რაც იმ წიგნში დასავლეთი იყო. ფიქცია, რაღაც გამოგონილი, არარსებული რაღაც. შეიძლება ვთქვათ, რომ არის მეტაფორა, მაგრამ მე ბოლომდე ვერ ვიტყვი იმას, რა არის ამ მეტაფორის იქით. თუ დასავლური კულტურა დასავლური ღირებულებები, დასავლური ლიტერატურა ჩემთვის ძალიან ახლობელია და მგონია რომ მე ნაწილი ვარ ამ სამყაროსი. აღმოსავლეთს რაც შეეხება, ეს სრულიად უცხო ტერიტორიაა, ჯერ ისეთი აღმოუჩენელი და თქვათ რუკაზე რომ სიცარიელია და ეს თეთრი ლაქა. ის რაც არ არის ცხადი და გარკვეული, ის ბუნებრივად იწვევს ინტერესს და ავტორის ინტერესსაც სადღაც სიცარიელეში ნისში გაკრთება რაღაც და გონია რომ იქ რაღაცა და უნდა გაიქცე და ირბინო ძალიან ბევრი. ეს იყო აღმოსავლეთი რაღაცა რაც მიწვევდა. თუმცა ესე თამაშია და ზუსტად ის რაც პირველ წიგნში იყო საფრანგეთი, ფრანგული, ამ შემთხვევაში იქცა აღმოსავლეთი, ეს გამოგონილი აღმოსავლურობა და ხო სათაურშიც ეს არის გამოგონება აღმოსავლეთის და ძალიან ცხადად არის მინიშნებული ის რომ ეს თამაში უნდა იყოს, ანუ აქაც არ უნდა დაუჯერო ავტორს. კეთილი, თუმცა თამაში სადმე დამოკიდებულება თვითონ თამაში ალბათ ყველაზე კარგი რამ არის, იმიტომ რომ მას არ აქვს რაღაც ესეთი მიზანი. თუ სწორად მახსოვს თამაშის თეორიაში სწორედ ასე არის, რომ ის არის თავარი ეშხი თამაშის, რომ უბრალოდ თამაშისთვის თამაშობ. ისევე როგორც წერის პროცესი ხო, ამაშიც არის რაღაც თამაშისეული, ჰომოლუდუსისეული. ანუ ვერასდროს ვერ წარმომედგინა, როცა წერალი შეიძლება ფიქრობდეს წიგნზე როგორც შედეგზე, წიგნზე როგორც პროდუქტზე. დღეს ძალიან მხდება ხოლმე ყურში ეს სიტყვა, როცა ამბობენ, რომ წიგნი არის პროდუქტი, შეიძლება ვთქვათ, რაღაც კომერციული თვალსაზრისით ასეც იყოს, ბუნებრივად წიგნის მაღაზია რადგან არსებობს, წიგნი რადგან იყიდება, ის რა გარკვეული თვალსაზრისით პროდუქტია, მაგრამ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც ავტორისთვის ან მკითხველისთვის, სრულიად მიუღებელი იდეაა. ანუ პროდუქტია ის რაც უნდა შეიქმნას, ის შექმნაზე უნდა იზრუნო, რაღაცა უნდა აკეთო. მე როცა ვწერ, არასდროს არ ვფიქრობ შედეგზე. აი სწორედ ისე როგორც თამაშის შემთხვევაში. ვწერ იმისთვის რომ ვწერო, იმიტომ რომ წერის პროცესი მომწონს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ როცა ვწერ და ხშირად ვფიქრობ, რომ აი არასდროს არ ვარ ისეთი ბედნიერი, არც ერთი საქმის კეთების დროს. როგორც წერის დროს და კიდევ იმაზეც მიფიქრია რომ თუ კი შეგიძლია რომ იცხოვრო ისე კარგად იყო ისე რომ არ წერო მაშინ არ უნდა წერო და მე მართლა არ შემიძლია რომ ვიცხოვრო და არ ვწერო ხო ალბათ ეს არის თუ არ გეწერინება ჯობია კალამს თავი გაანება იმიტომ რომ მე ალბათ უფრო მეტი სიცრუე იქნება თუ კი ამას ისე შეხედავ როგორც რაღაცა თუმცა ალბათ ჩვეულებრივ პროფესიასაც არ უნდა შეხედო ეს მე მომწონს ძალიან კეთი კორძახიას გალერისტის ინტერვიუში ამოკითხული რომ ნებისმიერი პროფესია თუ კი მეპურე კრეატიულად უდგება თავის საქმეს და მთელ გულს და სულს დებს ის უკვე არტისტია ხო რასაკვირველია და კიდევ სამყაროში არსებობს უამრავი კარგი რამე რისიკეთებად შეიძლება ძალიან საინტერესო რამეები
და როგორ თქვა და ლიტერატურა რა არის ის რომ და წერა რა არის მწერლის საქმე ის რომ უნდა იყოს შენთვის და ძალიან დიდი დრო გაატარო გამოკეტილმა რაღაცა იმუშაო ტექსტებზე მე შეიძლება ის შენი შრომის შედეგი უცებ აღმოაჩინო რომ აი ეს რამდენიმე დღე რომ იმუშავე და წერე თურმე ის სულ არ შირდება და რაღაცა არ გამოვიდა და არ არის კარგი და ეს არის დრამატიზმი მე თუ აღარ მახსოვს ვის ინტერვიუში წავიკითხე მგონი ტობიას ვულფი რომ აი წერლის ცხოვრებაში რა არის დრამატული წერალი ხო ისეთი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს ხომ ის ცხოვრებაში რაღაცა ისეთი ამბები არ ხდება ძირითადად ну ის არის თავის ოთახში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მოხდეს ან ტრაგიკული ან გულის მომკლელი არის ის რომ აი მან წერა ბევრი და უცებ აღმოაჩინა რომ ეს აღარ არის საჭირო და მე დაახია და გადაყარა ხდება ეს ძალიან ჩვეულებრივი რამეა ამიტომ ეს არჩევანი ესეთია როგორ თქვა თვალჩენზე არ არის დამოკიდებული თუ შეგიძლია რომ არ წერო მგონია რომ ჯობია სხვა საქმეები აკეთო უფრო კარგად გაერთო უფრო შემოსავლიანი პროფესია გქონდეს და რა ვიცი პროდუქტებთანაც გქონდეს საქმე ალბათ კეთილი ჩვენ გადაცემა დასრულდა შეგახსენებთ რომ გადაცემის სტუმარი იყო ირმა ტაველიძე მწერალი და მთარგმნელი მადლობა ირმა სტუმრად მობრძანებისთვის მადლობა ჩვენს მენელს ყურადღებისთვის გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს კატოს საღამოები რადიო იმედზე